მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო, მაყურებლებო. დღეს ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა მოგვიწევს თემაზე საუბარი, რომელსაც გარკვეულწილად თავს ვარიდებდით, იმიტომ რომ სასაუბროთ მოსასმენად ძალიან მძიმე თემა არის, მაგრამ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე თავს ვალდებულად თვლით შევეხოთ ამ თემას და ჩვენი აზრი მოგახსენოთ ამის ირგვლივ. საუბარი არის ეპშტეინის თემაზე, გამოქვეყნებული ფაილებზე, რომელიც საკმაოდ შემზარავია. ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი, სადაც თვითონ არ არის და შორიდან ხედავს, რატომღაც მიაჩნია, რომ იქ კარგია. განსაკუთრებით დასავლეთის რომანტიზება და იდეალიზება მოხდა ეროვნული მოძრაობის დაწყების შემდეგ. ჩვენ გარკვეული რკინის ფარდის პირობებში გავიზარდეთ, ის თაობა ვართ. არ ვიცოდი წარმოდგენა არ აქვს რა ხდებოდა იქ და როდესაც დაიწყო საუბარი იმაზე, რომ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ცხოვრების, მოსახლეობის ცხოვრების მაღალი დონე, თავისუფლება და ასე შემდეგ, ჩვენ წარმოგვედგინა, რომ ეს ყველაფერი მთლიანად თუ არა, სადღაც 80% მაინც მართალი იყო და სხვა თვალით უყურებდით ამ ყველაფერს, მაგრამ განვლილმა 35 წელმა გარკვეულმა დაახლოებამ ინფორმაციების შემოდინებამ, მით უმეტეს ჩვენ ახლა იმ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, როდესაც დამარული და დაფარული თითქმის არაფერი არ არის, ამ ყველაფერს ნელ-ნელა ფარგლა ახადა და აღმოჩნდით იმ მწარე რეალობის წინაშე, რომ თურმე 3 წელზე მეტი სადაც მივისწრაფოდით, იქ ყოფილა ძალიან დიდი ჭაობი, თურმე მთელი ეს დასავლური ელიტა, რომელზეც ჩვენ იმედებს ვამყარებდით, რომ მოგხედავდნენ, დაგვეხმარებოდნენ და გარკვეული მოწყალე თვალით გამოიხედავდნენ ჩვენსკენ, სწორედ ასეთ დამოკიდებულება გქონდა და ზოგიერთ დღესაც აქვს. აღმოჩნდა, რომ ესენი საკმაოდ ისეთ ცუდ სიტუაციებში, ძალიან ვილად რო ვთქვა, ძალიან ცუდ სიტუაციებში იყვნენ ჩართული და ისეთ რაღაცებში ღებულობდნენ მონაწილეობას, რაც არც ადამიანურ, არც ქრისტიანულ, არც არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება და არ ეტევა. მეორე თემად გვინდა გესაუბროთ, აგერ 2 დღის წინ თუ არ ვცდები, გამართულ ფორუმზე, საქართველოს უძრავი ქონების ფორუმზე, როგორც ჩანს, ხელისუფლება უკან არ დაიხევს და არ აპირებს უკან დახევას, აგრძელებს, ასე ვთქვათ, საქართველოს უძრავი ქონების გაყიდვით ვაჭრობას და ხელისუფლება უკვე დაეგზავსა სამაკლიერო კანტორას, რომელიც დადის და ქართულ ქონებას თავაზობს სხვადასხვა კომპანიებს, სხვადასხვა ქვეყნებს და აი ამ მწარე რეალობის წინაშე ვდგავართ. ჩვენ არაბიზაციის შესახებ არაერთ გადაცემაში გვაქვს ნასაუბრები, სპეციალური გადაცემებიც მიუძღვენით, მაგრამ ეს უკვე რაღაც ეთქობა, რაღაც ახალია უკვე არა მარტო არაბული ქვეყნების, არამედ უკვე სხვა ქვეყნების სხვადასხვა კომპანიების მოზიდვაც ხდება და საქართველოს რა უძრავი ქონება აქვს, თქვენც მოგეხსენებათ, ეს არის ერთადერთი ჩვენი მიწა წყალი, რომელიც ჩვენი წინაპრების სისხლით და დიდი მსხვერპლის ფასად არის დღემდე მოსული. კაჰა, დავიწყოთ. კი ბატონო, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. ეს ფორუმი, სადაც 20 ქვეყნის წარმომადგენელი, ბიზნესმენები, ინვესტორები ესწრებოდნენ, რა შეფასება შეიძლება მიეცეს. პირდაპირ თავის სახელი უნდა დაერქვას, პირდაპირ გადავდივართ ამ შემთხვევაში თემაზე შესავლის გარეშე. ეს არის სწორედ სამშობლოს სართულ ნაჭერ გაყიდვის პროცესი, რასაც უყურებთ და ამით ჩვენ უნდა ვიამაყოთ, უნდა ვიზეიმოთ. და ამ ჭკუაზე რომ დავდგეთ, ჩვენ განათლება არ გჭირდება. როგორ შეიძლება ქართველი განათლებული იყოს? ქართველი უნდა იყოს გამოშტერებული, მომსახურე პერსონალი. უკეთეს შემთხვევაში ისიც. თორემ მომსახურე პერსონალსაც მომსვლელი თვითონ მოიყვანს. აი მწარე რეალობის წინაშე ვდგავართ. ხო, რა უძრავი ქონება გვაქვს საქართველოს? სართულ გაყიდული ქვეყანა. რა არის გაძლიერებული? კორპუსების მშენებლობა, ხო? ცათამბჯენების მშენებლობა. და ის რო ააშენებენ ეს ფართები ხო უნდა გაყიდონ $100,000 ვინ შეიძენს
ხომ უნდა გადასცენ ადგილბინადრობის უფლება და შემდეგ მოქალაქეობა და აი ამ პროცესს უყურებთ ჩვენ და მიმდინარეობს ეს არაბიზაცია კარგი ფრთიანი სახელწოდებაა მიცემული იმ პროცესს რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ და ნეიტრალიტეტიც, მეტაკლების სტაბილიზაციაც სწორედ ამ კოსმოპოლიტურ ქალაქებს ჭირდება. აბა ფული როგორ უნდა მოიზიდოთ, როგორ მოვა მყიდველი, როგორ მოვა ნამდვილი პატრონი, ღვთისმსახური ხალხი, ღვთის ხალხი. აი ეს პროცესი მიმდინარეობს, კიდევ ერთხელ ვამბობთ იმას, რომ არის რამოდენიმე პოლიტიკური ცენტრი, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული, მაგრამ აუცილებელია ამ პოლიტიკურ ცენტრებს შორის გარკვეული კოორდინაცია და ერთ რაიმე ელემენტარულზე ძალთა გაერთიანებისა და ერთობლივი ძალისხმევის წარმართვისთვის საჭირო რაღაც ერთი დებულებაზე მაინც იქნებ მოხდეს ამ სხვადასხვა ცენტრების თუ არ არიან პირდაპირ დაპირისპირებული, თუმცა არც უმაგისობაა, ხო, თორე საერთოდ ეროვნული აბსოლუტურად გამორიცხულია პროცესებიდან. თუ უყურებთ, არა და უყურებთ, ხო? Თორემ ნომერ პირველი ტელევიზიები, ანუ ნომერ პირველი საინფორმაციო საშუალებები ორში ატრიალებს, კოცი, ნაცი, ორიო კოსმოპოლიტია თავისთავად. ნუ ერთი ეს, რასაც მოქმედებს უყურებთ, ხელისუფლების ნამოქმედარი რა არის და მეორე რაში აკრიტიკებს. აკრიტიკებს მხოლოდ იმაში, ძირითადად, რომ ის ადამიანის უფლებებს არღვევს, ცემს, წამლის და ასე შემდეგ, რომ ევროპის კურს უღალატა. აი იმ მეორე ნაწილის ქუჩაში რომ მარადიულად ყავთ გამოყვანილი, მეტი სათქმელი არა აქვს ამ ხელისუფლებასთან. მეტი პრეტენზიები არ აქვს. ნუ იყო რაღაც მცდელობა, რომ თითქოს პროდასავლური ევროპულ ნაწილშიც გამოჩნდნენ და თქვენს დროს არაბიზაცია არ გამოვა და ასე შემდეგ, მაგრამ აქტიურად არ გამოვლენ, იმიტომ რომ ეს ძალა პირდაპირ ევროპაზე ბიბმული და ევროპა არის კოსმოპოლიტური, სოდომიზირებული, ის რაც თბილისში ხდება, ეს უკვე მომხდარია იქ და გრძელდება ეს პროცესი. და ამათ ეროვნული ინტერესების დაცვისთვის არ აფინანსებენ. არა, რა თქმა უნდა, ისინი აფინანსებენ ევროპული კოსმოპოლიტური ინტერესების დაცვისთვის და გატარებისთვის. მორჩა და გათავდა. და როცა ნომერ პირველი წამყვანი ტელევიზიები მხოლოდ ამ ორ გოლს ატრიალებს, აქედან გამომდინარე უკვე ყველაფერი ცხადია, არჩევნებში, მომავალ არჩევნებში, 3 წლის მერე, ვის რას დაუწერენ. უკვე გასაგებია, ესე იგი დანარჩენ ეს ეროვნული კონსერვატიულს რო ეძახით საკუთარ თავს, ნუ მე ეროვნულს ვარქმევ რა, ოდესე ჯობია. ხო? ეროვნული ეს ფლანგის წარმომადგენლობა საერთოდ არა მხედველობაში მიღებული. და დაკსაქსულ დანაწილებულია. არაფერს არ გაითვალისწინებენ, თუ არ იქნება შეკვრა, შეკავშირება და ერთ რაღაც ელემენტარულზე მაინც შევთანხმდეთ. რომ შეგვეძლოს იმ ერთში მაინც ერთად ვიდგეთ და მართლა დავიწყოთ ის დავა კამათი რაც ყვა გამართული. ხო, აი ეს არის. ნუ ახლა რა ხდება აქ ორიენტაციის საკითხებიც არის, ამერიკამ დაიბარა როგორ ჩანს ჩვენი უშიშროების პირველი პირი. ამერიკას ერთში არ ყავს გამოგზავნილი. ვიცით ამერიკის დამოკიდებულება აზერბაიჯანთან, სომხეთთან მიმართებაში მთელი რიგი ვოიაჟებისა, ეს კიდევ უფრო სხვა გარჩევის საკითხია. და მოდი მოუბრუნდეთ ისე ეპშტეინის საკითხს. კარგა ხანია ეს თემა ტრიალებს, მაგრამ დღეს უკვე იმდენად ამოვიდა ზედაპირზე, იმდენად წინ წამოიწერა, რომ მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს რა. ახლა კი ფაქტები ყველაფერი რაც არის, მაგრამ ჩვენ ამ ფაქტს როგორ განმარტებას ვაძლევთ, ჩვენ როგორ გვესმის ესა ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი. და მართლა ჩვენ იმ წარსულის illuziebიდან უნდა გამოვიდეთ, როგორი illuziebითაც ჩვენ დავიწყეთ ეგრეთ წოდებული თავისუფალი საქართველოში, საქართველოს შენებლობა არც ქვია ამას რა, ხელში ჩამოგვეშალა ქვეყანა თავისუფლების ლოზუნგით, აი ეს არის სინამდვილე და ეს illuziebიც გაიფანტა, დრო გაფანტა, არ არის დაფარული რომ არ გაცხადდეს და დღეს არის ის ჟამი გაცხადებისა. შენ გინდა არ გინდა ეს მასალები ამოვიდა ზედაპირზე და იმპულსი
სულიერი იმპულსი, რომ ეს უნდა მომხდარიყო, ეს უნდა გამოსულიყო საჯაროდ, ხო? საქართველოსთან დაიწყო. საჯარო საზოგადო მსჯელობის საგნად სიონის ბრძენთა 24 ოქნი და არა მარტო ეს, აი ეს ეპშტეინის ამბები პირდაპირ ერთი და იგივეა. ხო? ამასაც შევეხებით, რამდენადაც ეს შესაძლებელია ჩვენი გადაცემის ფორმატით. თუ ეს გზა დაუპირსაა და შეცვლაა საჭირო, წყობის შეცვლაა საჭირო, დამოკიდებულებათა შეცვლაა საჭირო, წესწყობილების შეცვლა არის ღირებულებების შეცვლა, წესწყობილების შეცვლა არის დამოკიდებულებების შეცვლა სხვადასხვა საკვანძო საკითხებზე. მაშინ მხილება იყო საჭირო, გამოვლინება იყო საჭირო იმისა, რაც იმალებოდა დემოკრატიის ქურქის ლამაზი ნიღბის შიგნით. ეს აქედან დაიწყო. ეს პროცესი ნებისმიერი მიზეზი შეიძლება მრავალი იყოს, რატო ესე, მაგრამ აგერ გასხდა უკვე. პროცესი მსოფლიოზია გადასული და მსოფლიოს ელიტა ვინ არის და რა არის. გარეთ გამოვიდა. ახლა არ გვინდა დავიჯეროთ ბოლომდე ისეთ საშინელებებზეა ლაპარაკი, მაგრამ რა, ბავშვების შეწირვა და ჩვენ გონია რომ ჩვენ არა ვართ მაგ საქმეში გარეული ქართველობა შორსა ვართ. აი თუ გავაგზავნებთ შორობას აღმოჩნდება რომ ჩვენ შორს არა ვართ ამ ამბებიდან. საჭირო იყო, ესე იგი, უნდა შეცვალო. და რომ შეცვალო, უნდა იცოდე რომ ეს მართლა დამღუპელია. და რომ დაინახო რომ დამღუპელია, მაშინ დაფარული უნდა გაცხადებულიყო და ამის დრო და ჟამია მოსული და გამოვიდა. კი, იქ ორი ძალა ეჯახება სამყაროს საიცოცხლოდ ერთმანეთს, მსოფლიოს მართვის ცენტრში, რომელიც ვეღარ არის მსოფლიოს ერთპიროვნული მართველი და ეს ზედაპირზე გამოიტანა მთელი ელიტის გახრწნილება და გადაგვარებულობა. მაინც რა არის, რასთან გვაქვს საქმე? აქ თავარი ის არის, ხა გამოვიდა სააშკარაოზე, კიდევ კაი გამოვიდა, რომ იქნება აღიკვეთოს და ასეთი რაღაც აღარ მოხდეს, აღარ გაგრძელდეს, ხო? მაგრამ აქ თავარი ის არის, რისთვის ხდებოდა ამ დოკუმენტაციის შექმნა, ფოტო და ვიდეო მასალის დაგროვება რისთვის ხდებოდა. ანუ იქ ჩართული აი ელიტის სამართავად, ხო? და საკუთარი ინტერესებისთვის გამოსაყენებლად. ამ ელიტის გარდა კიდე სხვა ელიტაა და ამ ელიტას ვისითაც მსოფლიო იმართება, ღიად ხედავთ რომ ულტრამილიარდელია და IT ტექნოლოგიები უჭირავს ხელში, იმას ფინანს აკონტროლებს და ასე შემდეგ, არა? ის ამერიკას მართავს პრეზიდენტია, ან ყოფილი პრეზიდენტია, ხო ამათით ღიად იმართება, მაგრამ როგორც ჩანს, კიდევ არის ის ფარული ელიტა, რომელსაც ხელში უჭირავს და ეგ არის ის ნათლობა, რომელიც აუცილებლად უნდა გაევლოთ, ეპშტეინის კუნძულზე უნდა მისულიყვნენ, რომ ეს ნათლისღება, სატანის ნათლისღება მიეღოთ და აი მერე აბარებენ უკვე მართვის ცენტრებს. ეს ამით აიხსნება ახლა. პირდაპირ ეპშტეინი თვითონ მოსადის აგენტი იყო და ირანმა გამოაქვეყნა სწორედ ეს კარიკატურა, რომ ბენიამინ ნეტანიაჰუ ხო ეპშტეინის ფაილები უჭირავს და გაწითლებული, აცრემლებული ტრამპი აცახცახებული ქვევიდან შეხურებს. ხო. ყველას თავისი მდგარი ყავს სატირალი, თუ როგორღაც არის და თქვა, ხო ყველამ თავის მდგარი ეტიროსო და მე ხლა ეს თემა რატო დავსვი. ზოგჯერ გაოცებული და გაოგნებული ვართ ხოლმე ქართველი პოლიტიკოსების და ხელისუფლებების გადადგმული ნაბიჯები და ნამოქმედებით. ეს ყველაფერი ხო არ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეხლა უშუალოდ ეპშტეინის იმ სცენარებში მონაწილეობა შეიძლება არა, ანუ იქნებ კი, ეგეც არ ვიცით ჩვენ, მაგრამ რომ ზოგადად ეს სოფლიოს მართვის სქემაა და ფორმულაა. როგორ ხდება ხელისუფლებების ფორმირება პოლიტიკაში, ახალი ფიგურების მოყვანა, გამოჩეკვა, აი მასონურ ინკუბატორებში, როგორ იჩეკება ახალი პოლიტიკოსები, მოყავთ პოლიტიკაში, აქცევენ ცნობადსახეებად, აქცევენ ასე ვთქვათ, წამყვან ფიგურებად, მაგრამ ყველასზე არსებობს რაღაც კომპრომატები. მოდი ესე ვთქვათ, ეს არის ძალიან ღია და ნათელი გამოვლინება სატანისტური მეთოდოლოგიით სოფლიოს მართვისა.
ადრე ჯერ კიდევ 90-იან წლებში ევროპას რომ მივაწყდით და დაამთავრა ნატოს სკოლა და იქ ჩააბარა და იქ დაამთავრა და აღმოსავლეთ ევროპის ხალხებისთვის, კადრებისთვის შექმნა გარკვეული ტიპის სასწავლებლები ამერიკაში დიდი ინსტიტუტების გვერდით და შიგვე, სადაც ამთავრებდნენ, ჩამოდიოდნენ და ეს ადამიანები ინიშნებოდნენ მართვის სადავეებში, პირდაპირ მოდიოდნენ ხელისუფლებებში. ჯერ კიდევ ალბათ არ იცოდნენ რა უნდა ელაპარაკათ, რა უნდა დაეწერათ ან რა არ უნდა დაეწერათ. ერთ-ერთ ქართულ გაზეთში მე მახსოვს ასეთი რამ დაიწერა, ქართველი იყო და ის წერდა, რომ რო ჩავედიო იქ მამათმავლობა მოდაში იყო. გამიგეთ? სტუდ ქალაქში, სადაც აღმოსავლეთ ევროპისთვის და პოსტსაბჭოთა სივრცისთვის ახალგაზრდა სახელმწიფო მოღვაწეებს ამზადებდნენ გარკვეულ ინსტიტუციაში, ასწავლიდნენ მოკლედ, ხო? აი იქ მამათმავლობა იყო მოდაში. და ვაკვირდებოდივე ხო ეს ქართული ბუნებით საერთოდ აბსოლუტურად მიუღებელი და ახლა აღარ მინდა ამას გავაგრძელო და რო უყურებდიო ზოგიერთი არაფრით არ იყო მამათმავალიო, მაგრამ მოდას მაინც იძულებული იყო და აყოლილი იყო. ესე იგი ეს სატანის საბერველში გატარება, გამოგზავნა, გასვარე და იმსახო, გაარყვენი და იმსახურე. გამოიყენე, შეინახეს კომპრომატები და ასე შემდეგ. ესა სატანისტური მმართველობის ჩვენ წინა წყობის პირობებში გამოვიარეთ ის დრო, როდესაც რაღაც მაგალ თანამდებობაზე თუ გინდოდა რომ მოხვედრილი ყავი, აუცილებლად პარტიულ სკოლა უნდა გაგევლო. დიახ, რა თქმა უნდა. პარტბილეთი თუ არ გედო ჯიბეში, არც უნდა გეოცნება რაიმე მაგალ თანამდებობაზე და დაწინაურებაზე და ცხოვრებაში წისვლას. ანუ დაახლოებით ამდაგვარი რაღაცაა, ხო? დიახ, ზუსტად ასე. ერთი პერიოდი კიდევ ქურდი უნდა ყოფილიყავი, ან ციხეში უნდა ყოფილიყავი და მე თანამდებობას მიიღებდი და ამ ბიძაშვილი უნდა ყოფილიყავი ქურდის, იყო ეგ პერიოდიც. ერთ-ერთ გასართობ გადაცემაზე იყო კიდევაც ასეთი კითხვა, უბრალოდ ინტელექტუალური გადაცემაზე, რომ გამისახელეთ ქვეყანას, სადაც ქვეყანას ქურდები მართავენ და საქართველო და გამარჯვებულიც გამოვიდა ამ კითხვაში კი. აი დრონი იცვლება, ჩვენ ძალიან სწრაფად, ძალიან ბევრი რამე გავიარეთ და ამ ფაქტის წინაშე აღმოჩნდით, რომ ესე იგი დასავლეთი აშენებულია სოდომი და ამ სოდომს თავისებური მართვის სადავეები ჭირდება. ეს არის წმინდა სატანისტური მართვის ფორმა. სატანისტური. ესე იგი რო ამოვდით და აქ ითქვა საქართველოში გაცხადა, რომ ანტიქრისტე მართავს. ანტიქრისტე სიტყვა, აზროვნება, ცნობიერება. შენ გინდა რომ კაცი იყოს და რაღაცა მოვიდეს და დაჭდეს. ის აქ არის, ის აზროვნება, რომელმაც ეს სისტემა შექმნა. და ამან უნდა მიდიყვანოს შენ დასაღუპა, დაგუპოს ამან. ეს რაც შეეხება ამ უშუალოდ მართვას და მართვის სისტემას და ამას აქვს ფორმაციული საფუძველიც. რაზე ლაპარაკიც ახლა არ უნდათ. კი ეს ფაქტი. ეს არის სატანისტური მართვის მეთოდი. მთელი მსოფლიოს როგორ უნდა დააყოს მსოფლიო. ასეთები წავლენ თუ არ წავლენ მსოფლიოს განახევრებაზე და მილიარდზე დაყვან. წავლენ. შექმნიან თუ არა ვირუსს, რომელსაც მე პანდემიის სახეს მისცემენ ხელოვნურს და ვიცით როგორი ციყვე გამბები. გააკეთებენ, არც ეგაა დამალული, არაფერი არაა დამალული. გახვევენ თუ არა მსოფლიოში, აგერ უკრაინაში, აგერ ირანში რა ამბებია მოსალოდნელი რა. აიგო 2027-28 წლისთვის მოკლედ ევროპა ემზადება რუსეთთან აპოკალიფსის მოსაწყობად, თავის გასანადგურებლად, რა. ხო, ასეთებით არის შესაძლებელი, სწორედ მსოფლიოს იმ გზით წაყვანა, რაც გამოიწევს დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობას. ეს გაცხადებულია აქ საქართველოსთან. მაგრამ ამას აქვს თუ არა ფორმაციული ხასიათი, ანუ სისტემური ხასიათი, ეგაა კიდე გამოსარკვევი. რა თქმა უნდა, აქ, იმიტომ რომ ეს არის ფულის სისტემა, მრავალჯერ გვილაპარაკია, რომ ფულის სისტემა ყველაფერი გავყიდოთ სინდიცის გარდა. ეს უბრალო სიტყვები არ არის. ეს არის ძირითადი ლოზუნგი, ფაქტიურად რასაც ეხლა Deep States, მართლენ ჩtildeოვანი მსოფლიო მთავრობის ურმოჭრილი მონა მორჩილი არსებული ხელისუფალი ზედმიწევნით ატარებს საქართველოში. ყველაფერი გავყიდოთ სინდისის გარდა. სინდისი აღარ არსებობს უკვე. სინდისი ძველი გადმონაშთია. აქ არის რა განსწავლული პირი ზნეობის გარეშე.
ზნეობა ეს ძველი კატეგორია, ჩამოწერა, იმიტომ რომ ფულს არ აქვს, ფულს არ უნდა ზნეობა, ფული ვერ კეთდება ზნეობრიში. ხო, კაპიტალიზმი ზნეობას სპობს და ფროიდიზმია ჩადებული, აი ჰოლივუდი რაზეცაა აგებული და მე დანარჩენი მთელი ეს კინოინდუსტრია, კიდე ავიღოთ პოპ კულტურა, პოპ მუსიკა და ასე შემდეგ. ხო, აქ ამაში პირდაპირ ჩადებული არის ფროიდიზმი. რას გეუბნებ? ესე იგი შენ ხარ ადამიანი ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური არსება ხარ, ცხოველი ხარ და რაც გინდა ესე კანონიერი, ის კანონიერი. ეს ნეობრივი დოგმები, ეს წარსულის გადმონაშთია და ჩემი სხეული ჩემი საკუთრებაა. მთელი ალბათ ერთი 100 წელი მაინც მაგას ასწავლიდა ამერიკა დანარჩენ მსოფლიოს და ევროპა და ის ბოდიშთა სექსუალური რევოლუციები დაიწყეს ჯერ ამერიკაში, პანკერის მოძრაობა და ასე გადმოინაცვლა მე ევროპა, გადმოასწორა ამ ეგრეთ წოდებულმა რევოლუციამ და რა გვიგვირს და თავისი სატანისტური რიტუალები, რომელსაც ღიად ატარებენ საერთაშორისო ევროპის მასშტაბით, მაგალითად გვირაბი გახსნეს ევროპის და პირდაპირ სატანური რიტუალი იყო შესრულებული და ამას ესწრებოდნენ ევროპის პოლიტიკოსები, ასევე გავიხსენოთ სიმღერის კონკურსებს რომ ატარებენ წმინდა სატანისტური რიტუალები, ხო, პოპ მომღერლების გამოსვლები როგორია, მოკლედ უზარმაზარი სატანისტური რიტუალები და აი კოდრების აღდგომის ერთ-ერთი არსი ეგ არის. რომ ჩვენ რო ვერ წარმოგვედგინა, ისეთი რიტუალები აღდგენილი. აი წარმართობის პერიოდში ის შეწირის, ვიცით რომ ეს შეწირის ეპოქა გაიარა კაცობრიობა. სხვადასხვა დროში, სხვადასხვა ხალხებმა ყველამ გავიარეთ, იყო ეგ პერიოდი. ადამიანებსაც წირავდით, დიახ, ეგრეთ წოდებულ ღმერთებს, ანუ იგივე სატანას. ხო, ეს ქრისტიანობა მაგვამაღლა ამ სიმაღლეს, რომ ეს აბსოლუტურად დაგმობადი არის ესეთი რაღაც წარმოუდგენელი რეალია, მაგრამ აი ესენი აღორძინდა. ყველის ის მკვდარი აღდგა. ის მივიწყებული და ქრისტიანობის მიერ გადაფარული ცენტრები დღეს თავშია მოქცეული. დიდი სიამოვნებით არის დაწაფებული შავი მაგიისა და მჩხიბავებისა და ეგრეთ წოდებული ნათელმხილველებისა და იმათ მოძღვრებებს და ეზოთერიკებს და მთელი ამბები აქვს. მთელი ვარსკვლავ რიცხველებისა და არმიები ყავთ და დადიან რჩევებზე და ატარებენ ამ რიტუალებს. ხო არის ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები და ამ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებში უძველესი ის მრუდე ტრადიციების აღორძინებაც მოხდა და მოხდა მსოფლიო ელიტაში. ისე კი არა სადღაც ორღობეში, მსოფლიო ელიტაში. საფუძველი რა აქვს ამას? რა უქმნის ამას? კაპიტალიზმი უქმნის ამას საფუძველს. და ის რომ ადამიანს თურმე რაც მოუნდება ყველაფერზე თავისუფალია, თავის სხეული თავისია და როგორც უნდა და ასე შემდეგ. ხო. ეხლა ეპშტეინი არა გვაქვს აქ საქართველოში. რა ხდება ბათუმში? რა ხდება ამ სასტუმროებში? აი რაც აზიის ქვეყნებში აკრძალულია იქ აზარტული თამაშია თუ ეს გარყვნილება და ასე შემდეგ არა? არაოფიციალურად და ოფიციალურადაც აქ საქართველოში ღიად არის და თავისი ამ როგორ ვთქვა, ქვენარე სულმდაბლობის დასაკმაყოფილებლად ბოლის გამოსაშვებად აქ მოდიან. ჩვენ არ ვაქვს თვითონ აშენებული სოდომი, კახაბობა, ხამის ბარები, სადაც ქართველი მამაკაცების შესვლა აკრძალულია. რამდენჯერმე იყო კიდე დაფიქსირდა შემთხვევა, რომ ქართველმა ბიჭებმა იქ პროტესტი გამოთქვეს და ჩხუბი მოაწყდა და იქ, იმიტომ რომ სამაგიეროდ ქართველი გოგოების შესვლა უფასოა. და არანაირი ასაკობრივი ცენზი აქ არ არსებობს. იქ შეიძლება 13 წლისებით შედიან და უფრო პატარა. არ ვიცი მე ერთმა დამიფარო არანაირი შეხება არ ქონია და არც არანაირი სურვილი არ მაქვს რაიმე შეხება გქონდეს და ამდენად მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მაქვს ამის შესახებ და ეს რითი განსხვავდება უბრალოდ რა აქ ფული ტრიალებს, ხო? ფული ტრიალებს და ეს იცის ხელისუფლება მიცის ყველამ, მაგრამ რეაგირება ნულია. ესე იგი ეს სატანისტური მართვის სისტემა გარკვენი ბუდიშთა გაათახსირე და მართე გამოიყენე. ხო? და რა აქ ეხლა სხვადასხვა სპეცსამსახურები არა ჩაკუნებენ ფოტოიმებს, ვინც ჩამოდიან თუ გავლენიანი პირები არიან, ფული აქვს და ასე შემდეგ არა ჩაკუნა, არ იყენებენ შანტაჟის მიზნით, არ არის ეს ჩვეულებრივი ნორმა და პრაქტიკა, ჩვენ არა გვაქვს
თუ გონია რომ ჩვენ 60-ში ვცხოვრობ და ის მარტო იქ ხდება ამერიკაში და დასავლეთში და ჩვენ სუფთაზე ვართ წმენას ვინახავთ. არა ბატონებო, ჩვენც იგივე მდგომარეობაში ვართ და ჩვენ კიდევ უფრო მეტად მოგვეკითხება. და რატო? ამერიკა მაინც არის ეს მიგრანტების ქვეყანა, ძირითადად ყაჩაღები, ქურდები და მკვლელები დაიძრნენ თავის დროზე, ამის ხსენება ახლა არ უნდათ, მაგრამ მივიდნენ და ადგილობრივი მოსპეს და გაანადგურეს და ახლიდან დაიწყეს რაღაცის შენებლობა, რასაც ამერიკული პროექტი ეს არის სრულიად განსხვავებული პროექტი, რომელიც გასვლის დედამიწაზე არ ყოფილა. ხო? და მისი ისტორია რამოდენიმე საუკუნეს ითვლის, მეც ხომ არ ითვლის. და ჩვენ ამხელა ისტორიის ქრისტიანობისათვის ამხელა თავდადების ქვეყანაში, როცა სოდომის ცენტრები გვაქვს აშენებული და თვალი გვაქვს დახუჭული, ჩვენ მეტად მოგვეკითხება და ჩვენ მეტად დავისჯებით. ამაშია საქმე, იმიტომ რომ ეს ის დროა, როდესაც ყველანაირი მანკიერება სახეზეა, ვლინდება, აღარ იფარება, გაცხადების დროა, მიიფარე ყურებზე ხელები, რა აიფარე თვალებზე ხელები. აი ხო ხარ შეყვარებული ამერიკაზე დასავლეთზე, მაგრამ ეს ფაქტია, ეგ არ უშველს. ჩვენ სირაქლევის პოზიცია გვიკავია, თავი გვაქვს წარგული და ისე გამოყავს, რომ თითქოს შენ მდგომარეობაში არა ვარ შესული. ვარ შესული, ჩვენ ყველაზე მეტად მოგვეკითხება. და გაცხადებულად აქ ისაა ნათქვამი, რომ ეს ბოროტების გზა უნდა დავაგდოთ. ზნეობრივი საწყისები აუცილებელია. ზოგად ქრისტიანული ზნეობრივი საწყისები საზოგადოების გადარჩენისათვის და დადებითი მიმართულებით შემოbrunებისათვის აუცილებელია. აი ფორმაციული ცვლილება საით უნდა წავიდეს და რა გეზი უნდა აიღოს. გვინდა ესე? ერთია კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, აი როგორ გადავიდეთ იმ ახალზე. შენ თუ გინდა ხელს არ უშლი და ამ გზაზე მოდიხარ, უფალი გაძლევს იმის პირობას, გაძლევს ნულოვან ვარიანტს. ახლიდან გაძლევს ცხოვრების ათვლის, ცხოვრების დაწყების საშუალებას. რომ იმ წარსულით, უხეშ სიტყვას ვიტყვი, არ იყო დაბმული ეგრეთ წოდებული ვერბოვკით დაჭერილი. მართველი ხარ, ესე იგი რაღაცაში გამოჭერილი ხარ. დღევანდელი, გუშინდელი თუ გუშინწინელი, არა აქვს მნიშვნელობა და ამითავია დაბმული. ესე იგი წარსული ცოდვებით ხარ გამოჭერილი, ეს ახალი ნულოვან ვარიანტს გვთავაზობს. გეპატიება, უფლისგან გეპატიება ცოდვები, თუ წამოხვალ ფორმაციულ ცვლილებაზე. ანუ ისეთ ფორმაციას თუ შევქმნით და უნდა შევქმნოთ თუ გადარჩენა გვინდა, სადაც იმის ჩადენის და იმის გაკეთების უფლება აღარ გექნება. რაც ეპშტეინია, რაც ფულის სისტემაა, რომელმაც ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა ეპშტეინს. მეორე მხრივ, არც არის გასაკვირი, ორგიებს აწყობენ. რა არის ორგია? ლას-ვეგასი რა არის? რა არის? დიდი ქუჩები იქ რო აქვს მოწყობილი ამსტერდამში თუ სხვაგან და სხვაგან. მარტო ნარკოტიკებზე არ არის. რა პროსტიტუციაში უზარმაზარი ფული კეთება. უფრო მეტიც, გაერო შეკრებებზე რო ჩადიან მთელი მსოფლიოდან ეს მართველი პირველი პირები თუ არა და ხელისუფლების უმაღლეს ჩინის წარმომადგენლები, თურმე ეს ყოფილა მოდაში. ჰოლივუდიდან დაიხვეტება ერთ-ერთ ჩვენს დიპლომატმა თქვა, დიდი მაღალი რანგის დიპლომატი იყო თავის დროზეც და ახლა პატივსაცემი პიროვნება და მან თქვა, რომ ეს იყო მოდა. ჰოლივუდიდან დაიხვეტება მთელი ბომონდი, ბოდიშითა ეს სხეულით მოვაჭრეთა მთელი არმია, მოდური არმია და სიამოვნებით კოტრიალობს აკითხავენ ნომრებში ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს, კარგ დროს ატარებენ განცვა, ნუ რა თქმა უნდა ამის პირებზე ჩაწერაც ხდება, ანუ სუსტ მხარეებზე ხდება გამოჭერა, აი სუსტ წაგახალისია სიგინძურეში. მე აუბეჭდეს და მე უკვე გმართა. გააკეთება მას ანარა და გამოვაქვეყნებ. კლინტონზე იყო ერთ საინტერესო ამბავი, მონიკა ლევინსკის თემა რო აიწია და ნუ უკვე ცხადი იყო, რომ უყენებდნენ საქმეს. ამით გაგანადგურებთ, მოწმეც არის და ყველაფერი. მანადა და წადი და დაიწყო მე აღმოსავლეთში. წავიდა და დაიწყო აღმოსავლეთში რომ. ამ საქმეში ტრამპიც არის გარეული, ხო? ეხლა მართალია უმაღლესმა სასამართლომ თქვა, რომ იცი რა, ეპშტეინის წვეულებაზე მისვლა ცოდვა არ არის და დანაშაული აცოდვა, დანაშაული არ არისო. მართალია ეგ თქვა, მაგრამ
ქვეტექსტები ხო აქ ამ ყველაფერს. და ეს ტრამპიც სულ დაადგეს და წავიდეს და აჰა მოსულია, აგერ აქ არის, აღმოსავლეთშია მოსული საომრად, არა? ნახოთ. და ახალი სიტყვა მოსული სიტყვა გადარჩენისათვის მოწოდებული ცნობა, ინფორმაცია, ცნობიერება გვეუბნება, რომ ნულოვან ვარიანტს გთავაზობს. გეპატიება თუ მოდიხარ, არავის უფლება არ ექნება, რომ შენ წამოგაძახოს, იცი რა წარსულში ესე იყო, ისე იყო. შენ შეიძლება ახალი ცხოვრება დაიწყო. ძველი გადავდეთ, მიგვაქვს უკან, მორჩა. თუმცა იმ ახალში ახლებურად უკვე სხვანაირად ვაწყობთ. ეს არის უნიკალური შანსი გადარჩენისთვის და ახალზე უმტკივნეულოდ გადასვლის საშუალება, რაც ნაბოძები, რაზეც უარს ვამბობ, თავისთავად ეთყობა. ერთ-ერთი პირი გვეხმაურება, რომ ლაპარაკს თავი დაანებეთ და უკვე თქვენ თავზე აიხეთ და უხელმძღვანელეთო, გავუძეხით ამ საქმესო. ხო, ეს მეორე პრობლემა. ეს არ არის ჩვეულებრივი მატარებელი, რომელიც მზათაა გავიდეს, ზოგან მემანქანე რო არ არის და მემანქანეს რო წავახალისებ, დადი და წაიყვანე ეშელონი. ესე მარტივად არ არის. გაზიარებები ვნახოთ რამდენი გვაქვს, მაყურებელი ვნახოთ რამდენია. ინტერესი არის, ინტერესი. გაზიარება ეხლა სიყვარულობანას გამო კი არ ვამბობ გაზიარებას. გაზიარება არის სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მეთოდი. აქ როგორია? ამ პიროვნება მისიც უნდა გაიგოს კახარო. აი ამ დიდ საინფორმაციო ომში, რომელშიც ვართ და რომელშიც ცდილობენ, რომ თეთრი შავად შემოგვაჩეჩონ და შავი თეთრად შემოგვაჩეჩონ და აგერა ცოდობრალი ტრიალებდა და ეს ყველაფერი დემოკრატიით ინიღბებოდა. და ფარდის ახდა და ამ ყველაფრის მხილება დაიწყო 95 წლის შემდეგ, ხო? და დღეს ის რომ საყოველთაოდ არის გამხდარი და მასონობაზეც ლაპარაკობენ, დასავლურ ნაკლზეც ლაპარაკობენ, სისტემის ნაკლზეც ლაპარაკობენ, თუმცა არა სრულად და კი. მაგრამ მაინც ამ საუბრებმა მოიტანა, ხო? იმ დაწერილმა მასალებმა მოიტანა, რომელიც წლების განმავლობაში იბეჭდებოდა ჩვენ ბეჭდვით ორგანოში და აი ამ საინფორმაციო ომში ახლა გაჩუმება ჩვენი და ყველაფრისთვის თავის სახელის არ დარქმევა. ნუ ისედაც აი ამ ზღვა ინფორმაციის ფონზე რამდენად გამსვლელია ჩვენი სიტყვა იმ წირის შესაძლებლობებით, ეგ სხვა საუბრის თემაა კიდე, მაგრამ ამის არ ქონა თრათ უარესია, ხო? რა თქმა უნდა. კარგი იქნებოდა რეალურად ჩვენ ბევრჯერ გვითქვია, რომ ჩვენ არ გვაქვს ხერხის ძალა, რომ რეალურად წავიდეთ და გავიყოლიოთ, ხო? მასა, რომელიც რაღაცას რეალურად გადაწყვეტს. მაგრამ აი ამ საინფორმაციოში ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ და არა ერთჯერ გვითქვია, რომ ჩვენ არ აქვს პრეტენზია არც ექსპერტობაზე, არც პოლიტოლოგობაზე, არც მიმოხილველობაზე და ერთხელ მოუწოდეთ კიდევაც, რომ უყურეთ ჩვენ გადაცემებს, რამე თუ შეიძლება სხვას მეტი ინფორმაცია აქვს და მეც მიუწვდება ხელი, მაგრამ აი კონკრეტული ფაქტების, აი ამ ჭრილში დანახვა, მოვლენის ჭრილში დანახვა და მიწოდება საზოგადოებისთვის. ამას სხვაგან ვერ ნახავთ, გარდა აი ამ ჩვენი გადაცემისა. აი ეს იქნებოდა ჩვენი პასუხი პირადად ამ ბატონის თუ ქალბატონის. კი, ჩვენ ასე უყურებთ საქმეს. ეროვნული მიმართულებით რამოდენიმე ცენტრი არის ჩამოყალიბებული. ძალები დაგსაქსულია და სწორედ მაგაზია ჩვენი გულის ტკივილიც, რომ მზად ვართ ყველაფერზე არ ვამბობ თავისთავად ცხადია უარს როგორ ითქვა, მაგრამ შევაჩეროთ ზოგიერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ხლა ყურადღების გამახვილება და იქნებ ერთი საერთო, რაც ყველას გაგვაერთიანებს და რაც იქნება ქმედითი თანაც, რომ არაბიზაციის წინააღმდეგ განქართველების გეგმის გასაჩერებლად იქნებ რაიმე ერთი საერთო გამოუძებნოთ. მერც არ მოუწია ჩვენს ფიზიკური ძალა, ისეთი რომ ჩაუდგეთ და წავიყვანოთ, სათავეში ჩაუდგეთ, ჩვენ სათავეში უნდა ჩაგვიდგეს მოსული სიტყვის მოთხოვნები. სიტყვა ღმერთი. ყველა მისირგვლივ უნდა არცმა თავი ჩავაყენო რიგითმა ადამიანმა.
ამით თავი რო ჩავაყენო ცენტრში. აი თქვა რომ პირობითად დაუშვათ, აი მე ვარ და გამომყევით. ამით საქმეს დავანგრევ, არ გავაკეთებ. სიტყვა არის ღმერთი. არ არის წვერებიანი კაცი. ამ სიტყვის მიერ მოტანილი მოთხოვნები უნდა ჩაგვიდგეს სათავეში და ამან უნდა გაგვაერთიანოს. წესი თუ გადარჩენა, თუ გვინდა რომ გადავრჩეთ. ხო. და არავისთვის არ მიუწია იმხელა ფიზიკური ძალა, ანუ იმდენი ხალხი არ ყავს არც ერთ ამ ცენტრს, რომ მათ შეეძლოთ გადამწყვეტი სიტყვის თქმა. და დარტყმა გვაქვს უზარმაზარი მიღებული უკვე. იმიტომ რომ ჩვენ უკვე გადავაბრუნეთ ურემი. კარგა ხანია, რაც საქართველოს ურემი გადავაბრუნეთ. იმიტომ რომ უფლის ბოროტების გზის დასაგდებად საჭირო უფლის მოთხოვნების აღსრულებაზე უარი ვთქვით, გვათქმეინეს უარი. ხელი კი მოაწერა უმრავლესობა, მაგრამ საქმეში როცა კრიტიკული იყო, აი იქ გვათქმეინეს უარი და ასე ვთქვით, რომ იცი რა, ოღონდ ესენი შეიცვალონ და სატანასაც ჩამოვართმევთ ხელსო და ჩამოვართვით სატანას უკვე ხელი, ეგ არის. და რა მივიღეთ ჯამში? ჯამში მივიღეთ, რომ ეროვნული ფლანგის ხალხი ვართ დაშლილი. ყველა თავისი იმით. და ხელისუფლება ფაქტიურად რომელსაც ყველაზე დიდი ძალა აქვს, ეხლა ეს ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს, იმიტომ რომ ხელისუფლება ფაქტიურად პირდაპირ ამუშავდა აი მსოფლიო მმართველებზე, რომ აქ კოსმოპოლიტური ქალაქები უნდა აუშენოს, ატარებს ფორუმებს, მოდიან მყიდველები და მაკლიერობს. აი ეს უზარმაზარი ძალა ქართველის წინააღმდეგ არის ამუშავებდა. და ამ დროსაც ჩვენ საერთო ენის გამოდრო უყურებ, არ ჩანს ეს საერთო ენის გამოძებნის სურვილი გამოძრავებდეს. რა ვიცი. საქმე რაშია? ძველი ქართული ნათქვამია, ხემ თქვა, სული რას დამაკლებდა. ჩემი მოგვარე თუ რაღაც უარ კონდეს ტარანტო. ხო. ანუ ხის ტარი რო არ კონდეს, ძალკე სული ვერაფერს დამაკლებდა. ეს ხელისუფლება გავიგე, მაგრამ ამდენი ისევ ის ჟარგონი უნდა ვიხმარო, ამდენი გამპრავებელი. მე წარმოდგენა არ მქონდა და არ წარმომედგინა თუ ასე ვთქვათ, ამდენი მხარდამჭერი აღმოჩნდებოდა. აი ამ კონკრეტულ საკითხში ხელისუფლებას, რომელიც გამოვიდოდა და აი ესე თვალებში ნაცარ შეაყრიდა საზოგადოებას, რომ ფაქტიურად პამპერსის როლს ასრულებს ეს ნაწილი და ამბრაზურას ეფარება მკერდი დაიცვას. ის კი არა, აი რაღაცა ელემენტარულებს რაღაცას ეძებენ ამ ხელისუფლების გასამართლებლად და რაღაც სასაცილო კომიკური სიტუაცია შეიქმნა, რაღაც ორი თეთრი თუ ორ-თეთრ ნახევრით რაღაც კვერცხი გაიაფთა. ბარი მიულოცოთ ჯემალი საზოგადოება კვერცხი დაიაფთა. ნუ ახლა აგერ სკეპტიკოსები ვინც იყვნენ მანარარული ინვესტიციის აგერ გააჩუმა, დაადუმა ქართული ეკონომიკა ამალობის გზას დაადგა და პირველი დადებითი შედეგი მოიტანა არაბულმა ინვესტიციამ. ხუმრობა ხო არ არის ხა თელი ორ თეთრ ნახევრით გაიაფთა კვერცხი და მოსახლეობამ ამოისუნთქა, განსაკუთრებით იმათ, ვისაც ერბო კვერცხი და გოგლი მოგლი უყვარს, ხო? მომიტევეთ ამ რაღაც, რა ვიცი, ცინიკუსობა ჩამომართვით კიდე, რა ვიცი, ხუმრობაში მიიღეთ, მაგრამ სერიოზულად ვერ შეხედავ ამ საკითხს. მე მაინც კიდე იმ თემას მინდა კახა მეუბრუნდეთ. ეს ერთი რაღაც გასკდა, ასე რომ ვთქვათ, ხო? და გამოჟონა ამ ინფორმაციებმა ფაილები დაიდო, ეხლა იქ ალბათ ბევრი დაემატება კიდეც ხელოვნური ინტელექტის გზით შექმნილი ზოგი. ალბათ ბოლომდე არ გამჟღავნდება, რაღაცები დაფარული დარჩება. ასე თუ ისე რაღაც ნაწილობრივ აეხადა რაღაცა ფარდას აი ამ სისტემის იმ მანკიერებას, იმ საშინელებას, რაც აი ამ ფორმაციამ, ამ სისტემამ დაუშვა თავის წიაღში, რომ ამდაგვარი რაღაც მომხდარიყო. მსოფლიო საზოგადოებისთვის ცნობილია, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე ხმამაღლა არავინ აღარ ლაპარაკობს და დიდი ყურადღება არ ექცევა. კიდევ მეორე ის მკერა საშინელებების, მე ხშირად მიფიქრე ამის თაობაზე, ეს მხედველობაში მაქვს გუანტანამოს ციხე, სადაც ძალიან დიდი საზარელი ამბები, საშინელი ამბები ხდება, ისეთი, რომელიც ფაშისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებშიც კი ძნელად წარმოსადგენი იყო, იმიტომ რომ
ისტორიას არ მოუტანია ფაქტები, როდესაც გაზის კამერებში შეყავდათ და წამების ფაქტები იყო და რაღაც კონკრეტული ფაქტები დაფიქსირებულია, მაგრამ ადამიანების ღირსებების თავმოყარეობაზე შეხების საკითხებს თვითფაშისტური გერმანიის აი ეს საკონცენტრაციო ბანაკის ზედამხედველები და ისინიც კი ერიდებოდნენ ამ დაგვარ აქციას, რაც იქ ხდება როგორც ამბობენ. და ხვალე-ხვალზევით ალბათ უახლოეს მომავალში გამოვა იქიდანაც ალბათ ის კადრები დაიდებოდა. სხვათა შორის საქართველოში ერთ-ერთი გადმომღერების ცდელობა იყო ის, რაც ხდებოდა ქართულ ციხეებში, როდესაც ღირსების და თავმოყარეობის შემლახველი ქმედებები ხდებოდა იქ გამოკეტილი ადამიანების შეურაცხყოფა და პიროვნების გამანადგურებელი, პირდაპირ პიროვნებების გამანადგურებელი აქციები ტარდებოდა. ეს ყველაფერი ამ სისტემის პირმშვა, ამ სისტემამ დაუშვა, რომ თუნდაც იქ რაც არის დაფიქსირებული, რაც კიდევ უამრავი რაღაც რაც ხდება და ამაზე სისტემა არ რეაგირებს, არ აღკვეთავს, პირიქით დაშვებულია და კონკრეტულ შემთხვევაში ახლა გამოშონა, მაგრამ ეს ფაილები ვარ დადებულიყო, შეიძლება ძალიან ბევრს წარმოდგენაც არ გქონოდა რა და როგორ არის და ალბათ კიდევ არსებობს ის რაღაცები, რაც ჯერ არ არის ასე ვთქვათ, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი, ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს, მაგრამ ეს არსებობს სადღაც ბნელ ჯურნულებში ალბათ ისეთი რამეც არსებობს, რომელიც ჯერ არ ვიცით. კი ბატონო, არსებობს იქ გარეთ, მაგრამ აი შიგნითაა შემოსაბრუნებელი კიდე რომ გადაწყვიტო რა. აი ერთის მხრივ მსხვერპლის შეწირვა აღარ არის, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ მსხვერპლის შეწირვით ცხოვრობთ. აბა გავიხსენოთ შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლას წინ რა უძღოდა. სანაიას მკვლელობა. იყო ესეთ ჟურნალისტი და მერე მისი საქმე უნდა გამოძიებულიყო, ხო? მოვიდნენ და პირველი მასობრივი ქუჩაში გამოყვანა ჯერ ცნობილი პიროვნება მოიგლა, რომელიც ოპოზიციური მიმართულების იყო, ამხელდა და ასევე უკრაინაში პირველი რღვევები იქ ხონღაძე იყო ქართველი ჟურნალისტი ანალოგიურად ოპოზიციური მიმართულების იყო და ის მოიკლა და იმის მოკლის გამო ხალხში ღელვარება დაიწყო და ქუჩაში გამოვიდა საზოგადოება. და იმის მერე წავიდა და სადაც არის მისული ვიცი და რა. როგორ მოხდა მერე ნაციონალების შეცვლა? ნაციონალების შეცვლა მოხდა იმით, რომ კლავენ ესენი, კლავენ და ბავშვი დაიღუპა. კახეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა ასეთი ამბავი, აი არჩევნების დღესვე, რომ ესენი უკვე იმდენად არიან გათავხედებულები, რომ ბავშვებს იტაცებენ და ბავშვი შემოაკვდათ და ეს უკვე გადაეკეტა მთელ საზოგადოებას და ხო ესე იგი ბავშვის სისხლი დაჭირდა რა, სულიერად ეს ასე მოხდა და დიდი იმპულსი ამან მისცა. ესე იგი ჩვენც რაღაცა ცვლილებებს რო ვიწევთ და რო გონია რომ კარგ ცვლილებებს ვიწევთ და წინ მივდივართ, მაგრამ მე დრო რო გადის აღმოვაჩენთ რომ თუ უკან მივდივართ. ჩვენც ვეყრდნობით მოკლას სისხლს ამას ვიყენებთ. 9 აპრილს სისხლი დაიყვანა. ხო, 9 აპრილი გახდა საბჭოთა ცნობიერების რღვევის ქვაკუთხედი. რო საბჭოთა ჯარისკაცმა საბჭოთა მოქალაქეს ადამიანს მოსაკლავად დაარტყა ნიჩაბი, ქალს, ბავშვს. ხო, აი ეს რღვევა აქაც და ამან გამოიწვია და აი ესე იგი უარყოფითი ცნობიერების გზით მოვდივართ. და ამ უარყოფითი ცნობიერებით, რომელიც ადამიანის მოკვლას ითხოვს, ხელს შეწირვას ითხოვს, ამა თუ იმ მიზეზ საბაბით. ზოგი ამბობს, რომ იმიტომ უნდა მოკლა, რომ ის მოღალატეა, უნდა მოკლათ. ხო, ზოგი ასე, ზოგი ისე, მაგრამ მაინც ასე. მაგრამ უდანაშაულობა იქ ლაპარაკია, ბავშვებსაც წირავდნენ, იყვე, ისტორიულად იყვე, კართაგენზე იყო და ბავშვები შეწირვა და ეს საშინელებები, ეხლას კი მაყრის ისეთი რაღაცეებზე ის ლაპარაკი. მაგრამ ანუ ჩვენ ამ უარყოფითი გზით მოვდივართ და ამისი ბოლო ჟამია უკვე ეს მთავრდება, ეს აღარ ამით თუ ამას აგძელებ, დაიღუპებ. კი გამოვა ის. ბევრი საშინელებები არის დამალული
შეფუთული, მაგრამ დრო მაინც გახსნის ამას და რა მე. დესაა დაღუპვის გზა. ნეტი გინდა რომ დაინახო. უცებ მე შეიძლება შენ თვითონ აღმოჩნდე, შეწირული, გაწირული. ასეც იქნება. არ დაგინდობენ ისინი. ეგ ანტი იმიტომ არის რომ შენში დადებითი არის რამე, აბა გვაქვს რამე ვაცნობიერებთ რომ ეს ბოროტებისა და უნდა დავავდოთ და ეს რელიგიურად კი არა, პოლიტიკურად ანუ რეალურ ცხოვრებაში ვარ გასატარებელი. ამ ცუდმა ჩვენში კარგი უნდა აღწრას და ამ კარგში გეხმარება ეს ქრისტე ხსნელია. ქრისტე სიტყვის სახით არის მოსული, ანუ დასახსნელად ჩვენ გადასარჩენად რა გასაკეთებელი ეგ არის. თორე აი ჩვენც არა ვარ ჩვენს. ხედავი რომ ჩამოვთვალეთ თუ ახლეს ისტორიაში რაღაც ისეთი ცვლილებები ჩვენ რომ ჩავთვალეთ რომ აი კარგია და წიწავი და სისხლზე გაიარა. აი როგორ ვაპირებთ ამის მერე და რას ვაპირებთ. ამხელა განძი გვიდევს წინ და არავის ამის ხსენება არ გვინდა. პატარა ჯგუფების გარდა ერთ-ერთი პატარა ჯგუფს წარმოადგენთ ჩვენს ეროვნულ თანხმობის დარბაზი. ეხლა ამ პიროვნებამ რომელიც გვეუბნება რომ აიღეთ თავში სათავეს ჩაუდექი და წაიყვანეთო, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუბრუნებთ ამ საკითხს, რომ სიტყვა მოსული, სიტყვა ღმერთი და ამაზე მეტი მეთაური და წინოვალი. ანუ წინოვალი თუ კერპი გინდათ, კერპი არ გამოვა. არა, კერპად არ გამოვდგებით, ამის ის არ მოუწია ღმერთს, კერპების საჩეკი აპარატურა იმათ აქვს, თქონდა ეგ ეპშტეინზე გადის. გარეთ აქაც პატარა ეპშტეინია შიგნით. ნუ გონია რომ სხვა რამეა. დიდი ხანი. ნუ იყიდება საქართველოს კიდე ამას უყურებთ რა, ეხლა ეს ძალიან წინა გადაცემაში შევეხეთ ამ უნივერსიტეტების საკითხებს. ხო, მაგრამ აქაც რა არის? რომ ჩანს რომ ქვეყანა იყიდება და ყიდიან. მაინც ინსტიტუტი უნდა დაგიხურონ. პირადად გაგანთავისუფლონ და მერე გავაპროტესტოთ. ასე ცალ-ცალკე არ გამოვა. მე ვფიქრობ, რომ ცალ-ცალკე არ გამოვა. ვერ შევინარჩუნოთ ვერც ინსტიტუტებს, ვერც სწავლას, ვერც მიწებს. აი მოცი ქვეყნის ინვესტორს ვერ გავაჩერებთ. ზარზე იმით გვამცნეს, რომ ელექტრონული რუკა გადასცეს საქართველოს უძრავი ქონების არაბებს, რომ აქ აღარ იწოლონ. იქიდან სამგანზომილებაში შეირჩიონ ქალაქების ასაშენებელი კარგი ადგილები და კლავიატურაზე მანიპულაციით გადაიფორმონ. აი ესა. და ამ დროს როცა ჩვენ ცალ-ცალკე გამოვდივართ დაყოფილად, შედეგი არ გვექნება. კრავი ძლევს, კრავი, შეკავშირება. ერთიანობა. სწორედ პოზიციით შეკავშირება. უფლის სიტყვა გაცხადებული. ამისი ხსენება გვეშინია? ვერიდებით, ვისი გვერიდება, რისი გვერიდება, რატო გვეშინია? მე ლაპარაკი მაქვს იმ ყველაზე მწვავე ოპოზიციონერებზე, ყველაზე უფრო ტურბო ოპოზიციონერ, ტურბო ქართველებზე. აქვთ კარგი გვერდები აქვთ, კარგი ყურებადობაც აქვთ, კარგი პოპულარულებიც არიან, მაგრამ ამისი ხსენება რატომ გვიჭირს? ათეისტები ვართ? ათეისტები არა ვართ, ვამბობთ. იმასაც ვამბობთ, რომ ჩვენ ბრმად და მონურად და მორჩილად არავისაც არ მივდევთ. ჩვენ მაღლა ღმერთი და დაბლა სამშობლო. და ის სიტყვა მოსული უფლისგან გაცხადებული რა უნდა გაკეთდეს, რომ გადარჩეს ქვეყანა. ერთიანობის ფასი რო დიდია, ეგ სწორი პოზიციით ისევ ხასოს არის. ერთიანობის ფასი რო ძალიან დიდია, ეგ აი ძალიან ელემენტარული ფუტკრემაც კი იციან, თუ კი ფუტკრის კას ტერი ვინმე მიუახლოვდება, ფუტკრები ჯგუფურად მთელი ოჯახი იცავს იმ თავის სამყოფის, იცავს ოჯახს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ნაკბენის შემდეგ თვითონ ფუტკარიც იღუპება, ისინი მზად არიან, რომ ოჯახის ინტერესებს, ოჯახის გადარჩენას თავის შეწირონ. მეორე მხარეს ახლა აგერ თავების სკატა თუ მიუახლოვდა, ყველა თავის მიმართ გარბის, თუ თავს უშვებას. რუსულად კრისა.
მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი და საკუთარ გადარჩენაზე ფიქრი ჭყალებში კრისების ცნობიერებაა. დიახ. დავით. ძალიან შემაშფოთებელი რაც ხდება დღეს საქართველოში. თქვენ კარგად აღნიშნეთ მეგობრებო და პატრიოტებმა მსმენელებმა უნდა გაიგო კარგად და საერთოდ მან ვინც კომპეტენტურია ამ საქმეში, ვინაც იცის რაც ხდება და შეგნებულად კიდევ გაჩუმებულია დღეს. აგერ 2 დღის წინ უძრავი ფონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა თბილისში და დიდი სამდით, დიდი სიამაყით გამოდიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, ამის მობილოცონ. ეს არ გმაროდა ეს არაბული ინვესტიცია, ახლა უკვე 20 ქვეყნის მსხვილი ინვესტორები ჩამოსულები, რომ მათაც განახორციელონ ეს ინვესტიციები თუ რამე არის გასაყიდი საქართველოში, თუ კი რამე დარჩა უძრავი ქონება, მოძრავი, რომ ეს ყველაფერი შეისყიდონ და ყველაფერი ქართველს რა აქვს, არაფერი. და აგერ განათლებაც უნდა გავიუქმოთ, წინა გადაცემაში გქონდა საუბარი, ეს რეფორმები მიდის და ვიღას რაში ჭირდება განათლებული ქართველი აქ. უცხოელებს 20 ქვეყანა იქნება, მადა გაეხსნა, ზოგი თურქი იქნება, ზოგი ჩინელი, არ აქვს ამას მნიშვნელობა. უნდა მომსახურე პერსონალი. და ამას ფიქრობენ მე ესენი, მართლა სამარცხვინო იმაში არიან, მე არ ვიცი, რა უნდა უწოდო ამ ადამიანებს რა. მართლა აქ ხელისუფლებაზე არ არის საუბარი. კი, გასაგებია ის ამბავი, რომ სისტემა ესეთი, ფულის სისტემა, კაპიტალიზმი არ აძლევს იმის საშუალებას, მაგრამ თუ რაღაცნაირად უნდა გამოინახოს გზები, ხო? კიდე არიან სხვები, სულიერი ლიდერები, ინტელიგენცია. კი, ახლა ეს აღნიშნეთ, რომ არის პოლიტიკური ცენტრები, ახალგაზრდა კონსერვატორები, ეს კარგია, მაგრამ ერთადერთი გამაერთიანებელი ჩვენი უნდა იყოს, კარგად აღნიშნეთ, ერთადერთი ეს არის სიტყვა, მოსული უფლის სიტყვა, რომელიც გადასარჩენად არის მოსული, არა მარტო ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერისმელი კაცობრიობის. და ამის ხსენება არ უნდა არავის, კაცო. ამის ხსენება არავის უკვე 31 წელია. ამაზე მიდის საუბარი. 28 წლის პასუხზე მარტო ბატონი აგაფი ჯორჯაძეს რამდენჯერ აქვს ნათქვამი. არა მარტო ეს პოლიტიკური თემები, ეკონომიკური, სულიერი საკითხები, ქართული ენის ანბანის დანიშნულება და ქართულად გასაგებად წერია. მედალოცვილებო თქვენ ეს ხო არ არის რა, ვართ ქართველები, მართლმადიდებლები, ქრისტიანები, მართლმადიდებლობა რა არის? სიმართლის დაცვა და იმ სიმართლის რომელ დაცვაზეა ლაპარაკი. საერთოდ არც ვიხედებით იმ ხელა სიმართლისკენ. რამას უნდა გადაგვარჩინოს და კიდევ მერევ გავართ უწუწუნებთ, რომ ღმერთიო, რას გვიშვებაო და ესეო. რას გვიშვება კი არა, მე მიგვირს ხოლმე რა, მეგობრებო. რომ ამდენი ხანი კიდე რომ გვაცდის კიდევ და იმ გადარჩენის შანსს რომ გვიტოვებს, რომ გამოდივართ და კიდევ საუბრობთ, რომ კიდევ არის შანსი რაღაცის. და აქამდე კიდე რომ პატიობს, რა ვიცი. და ეს კიდე ეპშტეინთან დაკავშირებული თემა, რაც ითქვა უკვე მართლაც უკვე აშკარად დაიწყო და ელიტარული ნაწილების უმაღლესი მაღალჩინოსნები, ევროპელი, ამერიკელი, რაზეც ჰქონდა საუბარი წარსულში ბატონ აკაკი ჯორჯაძეს 95 წლის 9 იანვრიდან დაიწყო ამაზე საუბარი 2001 წლისთვის 2001 წლის დასაწყისში გამოვიდა ის 24 ოქმი, რითაც ისინი მთელ მსოფლიოს მართავდნენ და ერთ-ერთ ოქმში წერია კიდეც, ზუსტად ეს დღევანდელი ის რა, რომ წარსულშიო თანამდებობებზეო ჩვენო დავაწინაურებთ ისეთებს მოვამზადებთ, რომელსაც ეკნებათ სამარცხვინო იარავ. ანუ პანამა წარსულში გაუხსნელი ეს სამარცხვინო საქმეებიო და ეხლა მე დღიშუქზე გამოვიტანთო, რომ ჩვენი ერთგული მსახურები იყვენო, რომ არსად არ გადაუყვიონ ჩვენი ერთგული მონები იყვენო. და გაზეთის არცერთი რედაქტორი არ იქნება, ვისაც არ იქნება. კი, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებზე და ყველაფერი. მაშინ გაზეთები იყო უმნიშვნელოვანესი. აღნიშნეთ კიდეც, რომ
საქართველოში ნუ დავანებოთ თავი ევროპას და ამერიკას, საქართველოში ეს დიდი ხანი ხდება სამწუხაროდ. ახსენეთ ის სათამაშო ბიზნესი, ბოდიში და ის სამოსკი პოები და რა ვიცი რა და რა ხდება და თვალს ხუჭავთ ისეთ თემაზე არ მიდის საუბარი და ეს ვითომ ნორმად არის მიღებული და ქრისტიანები ქვია, მართლმადიდებლები ქვია, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა მით უმეტეს და პირველ რიგში ჩვენ მოგვეთხოვება პასუხი. ესე გამოდის რომ ფარისევლები ყოფილვართ. სამწუხაროა, არა ფაქტია. და ვინ ერთი ჯგუფი უნდა ლაპარაკობდეს ამას? მთელი საქართველო უნდა იყოს, მთელი ერის გონის მატარებელი ხალხი, პოლიტიკოსი, ეკონომისტი, არა აქვს ამას მნიშვნელობა, გლეხი სულ ყველა. მაგრამ ის გლეხი იყურება ზევით, აი ზევით რა სიტყვია, როგორ იტყვია, რანაირად იტყვია, ვინაც იცის, იმას მოეთხოვება, არა და იციან. ბევრმა იციან ამ საქმის ჭეშმარიტება. ყველაფერი რო ეს მართალია. არა რაღაცა აჩუმებთ როდემდე, სადამდე სიჩუმე. აი ეს არის ამის თქმა მინდოდა მეგობრებო. რა ვიცი, იმედი ვიქონიოთ მაინც. აბა იმედი რო არ გქონდეს, არც ვიქნებოდით ჩვენ აქ დღეს და რა გურჯისება გვაქვს. წვეთი ქვას ხრეთს ვარა. რა თქმა უნდა. არის საკითხები, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია რომ შევთანხმდეთ, არის საკითხები, რომელიც გარკვეულ განხეთქილებას გამოიწვევს თუ ჩვენ ერთმანეთთან დაჯდომის დროს და მოლაპარაკების დროს წამოვწევთ. მაგრამ ვინც თანხმდებთ იმაში, რომ ქართული მიწები და ქართული ქონება არ უნდა გასხვისდეს უცხოენებს და არ უნდა გაიყიდოს. კარგით ბატონო, არ გინდათ მოვლენის აღიარება, კი ბატონო, არ გინდათ. არ გინდათ ნეიტრალიტეტის, განსაკუთრებული სტატუსის აღიარება და მისი მოთხოვნა, კი ბატონო. მაგრამ თუ კი იმაში მაინც თანხმდებით, რომ ქართული მიწა-წყალი უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს, მოდი აი ეს ხელმოწერები და ის ერთი კონკრეტული პუნქტი მაინც დაუდოთ საფუძვლად ჩვენს ერთიანობას. დავეყრდნოთ 1,907,000 ხელმომწერის ხელმოწერას, გამოხატულ ნებას. ამ გამოხატული ნების შესაბამისად ჩატარებულ სრულად საქართველოს ეროვნულ ხელოვნებას და მით ადგენილებას, რომ ქართული მიწა, წყალი, წიაღისეული, სრულიად მატერიალური ფასეულობები არ უნდა გაიყიდოს და გაყიდულ გასხვისებული უკან უნდა დაბრუნდეს. აი იმ ერთ კონკრეტულ პუნქტს მაინც დავეყრდნოთ და გამოვიყინოთ როგორც იურიდიული საბუთი და ასე ვთქვათ, როგორც იტყვიან, უხეშად ავაფაროთ ჩვენს ხელისუფლებას თვალებზე. რა სიტყავს ერის აბსოლუტური უმრავლესობა. აი სხვა დოკუმენტი, სხვა საბუთი ჩვენ არანაირი საბუთი ხელს არ გვიკავია. 1 მილიონი კაცით რომ გამოვიყვანოთ, თუ რაიმე იურიდიული საბუთი არ გაქვს, მაშინ ხელისუფლება შეუძლია თქვას 1 მილიონს არ უნდა, აგერ ბატონო განარჩენ 2 მილიონი, რომელიც არ გამოვიდა, ის მხარს მიჭერს მე და კონკრეტულ ნაბიჯს. საც მხარს უჭერს. ერთადერთი იურიდიული საბუთი, რომელიც არსებობს, რომელიც ამტკიცებს და ქართველი ერის რეალურ ნებას გამოხატავს, არის აი ეს ხელმოწერები, რომელზეც ჩვენ არაერთჯერ გვისაუბრია, არაერთჯერ წავკითხია კიდევაც, მიგვიწვია და შეგვიხსენებია უпростоრად ჩვენი მსმენელისთვის. მოდით და ეს დავუდოთ ჩვენს ერთიანობას საფუძვლად და ერთიანი ძალით გამოვიდეთ იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო არ გაგვიყიდონ და ჩვენი შვილები და შთამომავლობა საკუთარ მიწა-წყალზე არ იყოს ხიზანი იმ უცხოტომელების. ბოდიში შემოჯებალ და თან აგერ თავიანთივე კონსტიტუციაში მოუწერიათ, რომ ერის ნება უზენაესია. აბატონო. მადლობთ ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე. მადლობთ ყურადღებისთვის.